დილამშვიდობის. ახლა გვინთია. ანუ შუქი არ არის. კარით იცი როგორი ქარია. მეორე მოსვლა. და დილას სადღაც 5 საათზე ავკრიფე სარეცხი. აი ეს. თქი შემრჩეს. ხო და ისა. იყო შუქი. კიდევაც ავთქვი კაცო, ხო კარგად არიან მეთქი შუქი რათ არის. იმიტომ ოდნავ ნიავზე ქრება და საერთოდ რო არ არის ნიავი, მაშინაც ეკრება. ხო და ისე აგიხდეს ყველაფერი ჩაქრა. ჩაქრა და როდის მოვა კაცმა არის. ძალიან ცივი, ანუ მარტო ქარი კი არ არის, ცივია. ეხლა მოვიტანე ჩაი. გაშასთვის და ჩემთვისაც. ყავა არ მინდა. ბავშვები არ გამიხუძებია. იყვნენ ოლაშამ. გათბობაც არ იქნება და ვიცი. მართალია ეგ არ გაემართლებათ. არ გამემართლება. იმიტომ რომ მახსოვს როგორ ამინდში მივდიოდი ხოლმე სკოლაში. მარტო წასვლა არა. შეშაც მქონდა ხოლმე. მორიგეობის სიარო იყო. და ვინც მორიგე იყო შეშა უნდა მიეტანა. და იმ პატარა ხელებით შეკრული კანაფის თოკით და ხელი რო გვეჭრებოდას. გიმეხმარებოდნენ ხოლმე ჩემი ძმები, მაგრამ მაინც. ის პატარა მანძილი რომ მე მიმეტანა, მაინც ძიმე იყო ხოლმე. ტკიოდა ხოლმე ხელი. თან ისა ესე მე რომ თხოვს მე უნდა მიმეტანა პრინციპული. და მივათრებდი ხოლმე. ისინი თავისებს მიათრებდნენ. და როგორ ქარში და როგორ თოვლში, აი ასე რო ქონდა ხოლმე, რომ ზედა არ მოეყარა. და მაგრად მახსოვს მქონდა ერთი ქუდი როგორ მეჯავრებოდა და მაშინ ავთქვი, რომ ჩემ შვილს რამე რო არ მოეწონება, მეთქი არ უნდა ჩავაცვა, ანუ ეს აი მძულდა რა, მაგრამ წლები მეფარა. შავი ქუდი იყო. იცი როგორ ეხა რომ მოდაშია რა ეგეთი. ანუ აი ტრუბა ქუდს რო ეძახდრე. შეიძლება გესმით ინგრევა გარეთ ყველაფერი. ესე უნდა ჩამოგეცვა. მე აქ უნდა აგეკეცა აქ. და აქედანაც უნდა აგეკეცა და ნინძასავით იყავი, შავი იყო და ეს კანტი ჰქონდა წითელი. რაღაცა მსხვილი რაღაცა იქ. როგორ მძულდა ღმერთო. მაგრამ ანუ კარგი იყო. მე არ მომწონდა. მაგრამ მაშინ ეგ ფუფუნება არ იყო, რომ მე არ მომწონებოდა, არ დამეფარებინა, არ ჩამეცვა, იმიტომ რომ არ იყო. ჩემი ძმების ტანსაცმლით ვარ გაზრდილი და ნაჩუქარი ტანსაცმლით. ძირთად ისინი ბიჭისები იყო. მაგრამ ერთი არ მithქვია, გეფიცებ მართლა არ მithქვია, რომ ეს არ მინდა და არ ჩავიცე. იმიტომ რომ ალტერნატივა არ იყო. და დიდათაც ხო ის იმ პერიოდში არ გაწუხებდა რა. ის რომ არ გინდოდა. ანუ თავარია ჩაკეცვა რა, თავარია გასულა, თავარია ისეთი რამე მცმოდა, რომ ფეხზე არ გამოვარდნოდა, რომ ბურთი მეთამაშა. ეს სუდათ რო თქვა გვეკიდა. არა, იყვნენ ვისაც არ ეკიდა, მაგრამ მე მეკიდა. მერტო ჩაცმულობა ნახეთ, ყველაფერი ისეთ ჩავიცდი, ეს მეგონი წინა უკანა მათვში და არა უშო. მაი ის ჩავიცდი, პიჟამები მათვში. ეხლა ჩავიცმე, დღეს სამსახურში მივდივარ. აი ამას ჩავიცმე, ფულას. ამაში თავს დაცულად ავგუწნო.
ჩაი წამოვიტანეთ ჩემთვის რატომღაცა მეთქი ხა ჩაის დავლა. დღეს არის 9-ია. 4-ია. კი. დღეს მივწერე ქიმს 5-დან 13-მდე ვარ დაბარებული. 5-დან 13-მდე ამ ერთ კვირაში უნდა მივიდე და როდის არის? შუქი მოვიდეს რომ ინტერნეტად წვდომა მქონდეს. იმიტომ რომ ისა ვაიბერით ვეკონტაქტები თუ WhatsApp-ით ვეკონტაქტები. სად არის? ვაიმე, დავკარგე. მაშინ ვაიბერია. ნახოთ. ასე, და ამგვარად. მზად ვარ წასასვლელად, უბრალოდ დრო არ არის. დილას სიზმარში ვხედავდი ისა. დილით რო ავდგები მეთქი, საჭმელი რა მოუსწრო, თქო რა გავაკეთო. რო დღეს მეთქი რა ვიცი რომელზე მოვალ. სავარაუდოდ შეიძლება ადრე მოვიდე. მაგრამ მაინც რა და რო ავდექ ესე ძილბურაში რო ხარ და ჩახველი და მექანიკურად რო აკეთებ, რო ხა სათვალე არ დამჩეს წამოვიღო იქიდან, სამსახურიდან. ხო და ისა ჩაი დავდგი, შეველი კრეჩი ხავიღე, მაგას მოვხარშავ თქო და ანუ აი ესე მაქვს რა, თვალები ნახევრად. გამახსენდა რომ თქობილობიო მაქვს. ხო და გამოფხიზლდი სიხარულისაგან. ეხლა იმ კრეჩი ხას რა უნდა დამიდგა დამენებებინათ, მაგრამ მაინც საჭმელი არ მაგას აკეთებელი ძალიან კარგი. მე ხომ მეგლობიოს მე ბანკაში ჩავის ხო და სამსახურშიც წავიღებ. კი ბატონო. ეხლა გადავწყვიტე ცოტა ცომეული შევამცირო. ხა ასე თუ ისე მაინც მომიწევს ჭამა, მაგრამ ანუ წუხელ მაგალითად ამოვიტანე წიწაკეს მწნილი. რო არ შემთხვეს ნახევარი პური მივატანე, ღამე შუა ღამისას პირველი ხდებოდა. ხო და მაშინ ორმაგად ოღორო ვიყავი. არა, გინდა ერთია, შეჭამ მეორეა, მაგრამ რაოდენობასაც ხო გააჩნია, ხო და თორემ რავი საფხულში ვეღარ მოძრავებ. ასე რომ ჭამოთ ყველაფერი ცოტა. აუ ეს მაიკაზე ჩავიცვი და მაიკაზე თუდად ხო არ მიჩანს მეგონი, არა, ხარა მოხდა. ცარილზე ვერ ჩავიცვი და მეცვსას. ნინოს ესეთი მოღლეტილი მაიკებით მოდის. აი მე ცივა. ჯაიძვი ჟედალოძვილო მერე. სამივე კატა აქ არის. სანამ წავალ შემეცოდნენ გარეთ მაგარი ქარია და ეს გაწეწილი ხო იჯდა მიყურებდა ეს ლამაზი თვალებით ფანჯრიდან და ეს გაწეწილი თმები ესე მე მიმიქი დედის გულმა როგორ უნდა გაუძლოს შენ ყურებას და შემოვიყვანე. შუქი არ არის კიდე. და დიდი შანსია რომ кайხანი არ მოვა. 1 საათი მაქვს დრო. ინტერნეტი ჩავრთა მეთქი, მაგრამ ისიც არ ვიცი, სად არის ჩემი. ანუ Powerbank-ს წავიღებ. არა, სატენს წავიღებ, იქ დუჟოკს ჩავრთავთ სავარაუდოდ და იქ დავტენ. ძალიან კარგი. ხო და ინტერნეტსაც ჩავრთავ, Powerbank-საც წავიღებ და იქ დავტენ. მე მგონი დატენილია, მაგრამ მაინც. რაღაცა დავტენე მე მგონი ამას წინათ. ხო და იქ ძირთად ერთხელ დატენოს ბოლომდე რა, ერთი ტელეფონი. ეგრე. ჩხილების გახსოვთ ამდენი ხნის წინ რომ თქვი რომ ჩხილები მეთქი ისე კარგად მეზრდება მეთქი რაღაცა და ეხლა ვატყობ რომ ძალიან დამისუსტდა გუშლაშსაც ვეუბნოდი ანუ ასე თუ ისე კი ვიღებ მაგრამ
მეტად უნდა მივიღო რძის ნაწარმი რა. ავი ყველი ძირთად სულ გვაქვს, სულ ყიდულობთ ხოლმე. ხო და ეხა არიან სოფელში ჯერ მოიპოვებიან ისეთი ხალხი, ჯერ საერთოდ ვისაც ყავს საქონელი. და მეორე, ვინც სუფთად აკეთებს, როგორ ანუ სხვა იმ სუფთავზე არ ვლაპარაკობ, დაბანილი ხელებით და რაღაცა და არა. ხნილს რო არ ურევდეს და გაბევრების მიზნით არ აკეთებდეს. ხო და ეს მოიტანს სავარაუდოდ. ყველს რძეს, მაწონს რაღაცა რო ცოტა შევჭამო. თორე კაი ფრჩხილები ამოვა. თმებიც ამოვა. კბილები. ნინოზე რო ვიყავ ფეხძიმეთ. ბოლო მოეღო ჩემ კბილებს. მიუხედავად იმისა, რომ ვიღებდი ხალხნო ყველაფერს, ყველაფერს. და მე რო დაიბადა და მე ვაჭრევდი ბუნებრივზე იყო, არ შეიძლება და ან ნემსი და რომელ კურნალობაზე და იმაზე იყო ლაპარაკი, ვერც ვტყობებდი, ანუ როგორ დატოვებ, რო შენზეა დამოკიდებული და რაღაცა. ხო და სანამ 11 თვემდე მივიდა, 6 თვემდე თუ 11 თვე ღამეც ვაჭმევდი ხოლმე. დავუქნიე ჩემ კბილებს ხელი. და 3 წლისა იყო, რომ თან ვატარებდი კბილებზე რომ დავდიოდი, რომ რა შემთხვევაში არ რჩებოდა ხოლმე, პატარა იყო ტირო და კითხულობდა და დამყავდა ხოლმე. ხან ტოვებდი, ხან დამყავდა. ხო და ეხა ჩემი მონგრეული ხელები მინდა გავიკეთო. ცოტა მანიკური მინდა წავისვე, რომ ანუ ის რომ ისვია ხოლმე, ცოტა მეტად დაცულია თქო. მოდი ჯერ გავიკეთებ. აი თორემდე იხანი მოვდი ჩხილების გაკეთებას. შუქიც მოვიდა მასობაში, მაგრამ ბინად დიდი ხანი იქნება, არ ვიცი. აი მე ღმერთოჩი. ანგრევს, აი გარეთ ქარი ანგრევს, რო იყია ჩვეულებრივ ყველაფერს. დალეწა ყველაფერი, რაც დასალეწა. ქათმის ვაჭამი, ძაღლებს ვაჭამი, კატებს ვაჭამი. რა ვიცი, საგიჟია. ჭურჭელიც დავრეცხე. ანუ უშუქობა ჭურჭელს დაროცხაში ხელს არ იმიხლის ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენი კარი ელემენტებზე. ვის უყვარს თითების დატკაცუნება? მე მიყვარს, მაგრამ სხვა რომ დატკაცუნებს მინდა რომ შემოვამტვრიო. ნინოს სუმაგას ვეჩხუბები. ეხა შევხედო საათს. 5 წუთი მაქვს რა უწევ თავალაკე. იონი ჩაიცვი და გამოვარდეთ ხლა. ეხზე, ეგენი სვენებია. სვენი ჩაიცვი. ვაიდიდა. მართლა დავიღალე.
ძალიან მართლა. არ მინდა არაფერი. ჩემი თვალის ფანქარი სადა. აი ესეც ვერ ვიწევი. იმდენად მეტკინა წელი. დილას ლაშა მომაგდო ძალით. ხოდა მეც მომზადებული იყავი და როგორ არ მინდოდა. ვაი დედა. ლობიო ჩავისხი. ერთი სმეტანის ვედრაში იქ გავაცხელე. წნილი მინდოდა ამოვიღო, მაგრამ ვერ მოვაწყე. ეგ არის. არა, ჩემი გაგრძელეთ სახში. ეს უნდა წავიღო. ერთად გავდივართ და იოანე. სკოლაში არ არიან ბავშვები, კიდე კაი არ გავუშვიართ მე. ხო და იოანეც ადრე მიდის ქართულზე, მაგრამ იქ სკოლაში. ავსიო, ჩავიცვა და გავე. სად გახველი ქალო. ვიცა? ბოტები სადმა ბოტები გარეთ ესეც ზათვართ რომ მივალიქცო და ხანი დავჭდები და დავისვენებ იოანე მზად ხარ? წავედით ფული რა მინდა არ ჩავიყრი აიმე ეხა ნახე გასარეცხად წამოვიღე ფართუკი და ნახე ისევ აქ მედება თუ არ წამომიღია აიმე აქ ამაკ არც კი გამიხსნია ჩანდა წავედით უი ბი ვერთო ჩება ორი ქუდი ბაფარია აი ხარუჩი ამდენად ჩანს ზემოდან იალნოძი არის ცოტა თოვლი კიდე დარჩენილი და იქედან მუაქ სიცივე მუაქ იცი როგორი აი ძვლებში რო ტეხავს მოვედი ეგება მიწი